Ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. მე მინდა მოგახსენოთ, რომ დღევანდელ გადაცემაში მე ვიტყვი თუ რეალურად რა მოხდა ტელესერიალ შუა ქალაქში. და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ამაზე ლაპარაკი და სხვადასხვა ჭორები. ასე რომ არ გადართოთ, დარჩით ღამის შოუსთან ერთად იმედის არხზე. Gatenda, Zeachla amovida, Washington shishwatrea, Tatsimat samovida, Amsterdamshi, Achla shvidi saati, Vitrinashi Gana Monica Jenniferi, Samantha Gabriela da Natia, Tokyo shishwaramea, Roboter satsetsineva, Seulshi pikrobe histuara, Pchenianta sherigeva, Tbilisi achla televizortan angelsika vesquela, Gamajova gamis show itzeva. Albatonebo da batonebo. გასულ კვირას ყველა ახალი ამბის სათაურში, რომელიც წავიკითხე, ფიგურირებდა ბიძინა ივანიშვილის სახელი. ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტს გადადგომა ურჩია, ბიძინა ივანიშვილი როიტერის ჟურნალისტებს შეხვდა, ბიძინა ივანიშვილმა ყური მოიფხანა, ბიძინა ივანიშვილმა დააცემინა, დაახველა, ნესტან კირთაძე ლეიბორისტურ პარტიას ტოვებს. გასაგებია, აქ არ არის ნახსენები ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ჩვენ ხომ ყველა ვიცით, რატო ტოვებს ნესტან კირთაძე ლეიბორისტურ პარტიას. აშკარაა, რომ თავრობაც ებძვის ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჯერ იყო და სულ ოლიგარქი ეძახეს, შემდეგ მოქალაქეობა ჩამოართვეს, მერე ერთი ოთახი ფული წაართვეს, ასე თუ გაგრძელდა ყველაფერი, მე დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად წაართმევენ იმ სასახლესაც და პოლიციად გადააკეთებენ, რა, გამჭვირვალე არ არის თუ რა? ივანიშვილი, ბატონი ბიძინა ივანიშვილიც ჩაება ამ ბრძოლაში და ნელ-ნელა იკვეთება უკვე მისი საყრდენი გუნდი. აი მაგალითად, ფინანსებს მიხედავს ბატონი ნოდარ ჯავახიშვილი, სასამართლოებში ირბენს ეკა ბესელია, კულტურას მიხედავს ბერა, აი ერთადერთი გაურკვეველია ჯერჯერობით რემბოს სტატუსი. მაგრამ მე მგონი რემბო არის რაღაც იდუმალი ესეთი კოზირი ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელში და რა დროს გამოიყენებს იცით, აი აქციები რო დაიწყება. აი გამოჩნდება თუ რა სიჭირდება რემბო ბიძინა ივანიშვილს. სად გრეჩი ხარო დაიყვირებს მიშა მოვდივარო და სად რემბო. ასევე ყველა საინფორმაციო გამოშვება, აბსოლუტურად ყველა საინფორმაციო გამოშვება იწყება და მთავრდება ბიძინათი. ყველა გამოშვება საუბრობს ბიძინაზე და ვეღარ იტევენ უკვე ამ ინფორმაციას, მეგობრებო, მარტო საინფორმაციო გამოშვებები კი არა. ტელევიზიები ვეღარ იტევენ ამ ინფორმაციას და მე გთავაზობთ, რომ გავაკეთოთ ერთი არხი, ცალკე არხი, რომელიც ილაპარაკებს მარტო ბიძინა ივანიშვილზე. აი მაგალითად, ხო არის GMG ჰოლივუდი, GMG სპორტი, GMG საბავშვო, გავაკეთოთ და იყოს GMG ბიძინა. ჯერ ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გააკეთა და პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა და აბსოლუტურად ყველამ გააკეთა კომენტარი. განსაკუთრებით საინტერესო იყო ქალბატონი ირინა სარიშვილის კომენტარი, რომელმაც თქვა, რომ მე 9 შეკითხვა მაქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილთანო. ყოჩახ, ქალბატონო ირინა, ყოჩახ, რომ 9 შეკითხვა გაქვთ თქვენ, აბა ყველა დანარჩენს აქვს მხოლოდ ერთი შეკითხვა. ბიძინა, რამდენს გადამიხთი? საინტერესოა ბიძინა ივანიშვილის ახლანდელი სტატუსი. ანუ, ქართული კანონმდებლობით მას არ აქვს უფლება, რომ შექმნას პარტია. არ აქვს უფლება, რომ
დააფინანსოს ეს პარტია. მოქალაქეობა არ აქვს, პრაქტიკულად ყველაფერი ჩამორთვეული აქვს. აი რა მაინტერესებს იცით, აი ახლა მერიამ რო გამოაცხადა აუქციონი ახალი ჯიხურების ჩადგმაზე. აი ამ აუქციონში მონაწილეობის უფლება თუ აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ჩემზე კარგად ამაზე ისაუბრებს ქალაქის მერი გიგი უგულავა. მოусმინოთ. ამაში მონაწილეობის უფლება და საშუალება აქვს ყველა საქართველოს მოქალაქეს და არა საქართველოს მოქალაქეს ბუნებრივად თუ ამის საჭირო სურვილი ვინმეს გაუჩნდა. ანუ ეს რას ნიშნავს? ბუტკებს მიაწექიო რა. მოკლედ ახალ ეტაპზე გადადის ჩვენი ქვეყანა, ჩაიდგმევა ახლა 1000 ჯიხური, ოღონდ თანამედროვე. ამ 1000 თანამედროვე ჯიხურში გაიყიდება შნაფსი, ოღონდ ისიც თანამედროვე, გაიყიდება ეგრეთ წოდებული ლოვესკევი, ოღონდ ისიც თანამედროვე, გაიყიდება ოქულდევთერი. ასევე გაიყიდება ლუდი ოჩაკოვო, მერე ქალაქის მერია საკომისიო მაღაზიებსაც გახსნის და ასე ნელ-ნელა შეიძლება SNG-ში შევიდეთ. ისე ვის რაში ჭირდება? აი მოდი ხა გულახდილად ვისაუბროთ. ვის რაში ჭირდება ეს ახალი 1000 ჯიხური? ვინ რა უნდა იყიდოს იქ? უბრალო ხალხს ფული არ აქვს და ბიძინა ივანიშვილი კიდე სახლიდან არ გამოდის. ყვეზერელი შემეწოდა, ისე გაათავისუფლეს ეს კაცი თანამდებობიდან, რომ არც კი უთქვავთ რა თანამდებობაზე გადაყავთ. ერთადერთი დამაიმედებელი რაც გაცხადდა მის დასაქმებაზე, რომ 1000 ჯიხური 1000 ახალ სამუშაო ადგილს გამოაჩენსო. აბა ახლა თქვენ თვითონ იბრძელეთ, ევროპაში ვერ წავა. ევროპიდან პირიქით აქეთ მორბის ხალხი, აი მაგალითად მამიდა ჩემი იზოს დაქალები მუშაობდნენ ბეიბისითერებად საბერძნეთში. ხო და რო დაიწყო ეს ამბები, ჩაალაგეს ჩანთები და გამოეშურნენ აქეთ, მაგრამ გზაში შეიტყვეს რომ სარკოზის გოგო ეყოლაო და საფრანგეთისკენ გადაუხვდეს. ისე აი მართლა საწავა ყვეზერელი. აი არა, მე კი ვიცი საწავა, მაგრამ ის თუ მიიღებს. მოკლედ ასეა თუ ისეა ამ შემოდგომაზე ქართველებს 100 ყური და 100 თვალი აქვთ გამომული და ამ 100 ყური და 100 თვალიდან 99 მიმართულია ბიძინა ივანიშვილისკენ. ჩვენ მივავლინეთ ბატონ ბიძინას სახლთან, ეგრეთ წოდებულ რეზიდენციასთან, ჩვენი საგანგებო და სრულუფლებიანი ბიჭი, შეუდარებელი გუჯა მაჭარაშვილი, რომელიც ახლა ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. გუჯა, როგორ ხარ? კარგად ოთარ. გუჯა, რა ხდება რეზიდენციასთან? ბევრი ხალხი შედის და გამოდის? საკმაოდ ბევრი ხალხი მოდის ოთარ. ცოტა ხნის წინ მოვიდა ალასანია, Toyota Land Cruiser და შევიდა. მერე მოვიდა ბესელია. ისიც პრადოთი და ისიც შევიდა. მერე მოვიდა კობა დავითაშვილი ტაქსით და მძღოლს უთხრა აქ დამენოდე ფულს გამოვიტან და გამოვალოთ. გამოიტანა ფული? არა ოთარ, დაცვამ არ შეუშვა, დღეს უკვე მეოთხე კობა დავითაშვილი ხარ. კარგი, ეროვნული ფორუმიდან ხო არ შესულა ვინმე? კი ოთარ, გუბაზი და შარტავა გამოვიდნენ და ჟურნალისტებს ეკითხებოდნენ 725,000 ორზე რო გავყოთ, რამდენია ხო არ იცით? თვითონ ბატონი ბიძინა არ გამოსულა გარეთ? ცოტა ხნით გამოვიდა ოთარ და სხვათა შორის მიცნო, როგორ ხარ გუჯუკა უმკითხა. და სიმართლე გითხრა, კარგად ვიყავი ოთარ, მაგრამ მეთქი მეორე ესეთი შანსი არ მექნება და ამიტომ უთხარი რომ აბა როგორ ვიქნები ბატონო. როგორ ცხოვრობს ისე ბატონი ბიძინას? გარეთ გამოდის საერთოდ? თითქმის არ გამოდის ოთარ გარეთ. მოიცა, გარეთ როგორ არ გამოდის? ან მაღაზია არ ჭირდება, ან აფთიაქი, ან ტოტალიზატორი. ოთარ, მაღაზია, აფთიაქი და ტოტალიზატორი შიგნით აქვს სახში გახსნილი. ერთადერთი რის გამოც გამოდის, ეს არის ტუალეტი აქვს ეზოში. თვითონ რეზიდენცია თუ მოგეწონა, დაათვალიერე? კი, კარგია ოთარ, აურაც კარგია და კარგი სუნიც არის ოთარ. მაინც რისი სუნია? ფულის ოთარ. ერთი ფანჯარა ღია აქვს და ეგ მოთუშული ფულის სუნი გამოდის. კარგი, აი დღეს მთელი დღეა შენ მანტრიალებ, ხო? მრავლად არიან ჟურნალისტებიც. ვინმეს ხო არ უთხოვს, მაინც რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა ბიძინა ივანიშვილმა? რატომ ოთარ და ეს ნაგვის გადასახადი დენს რომ მიაბეს. თუმე ამოასხა კაცყელში ახლა ამ ხელა შენობა გაბრდღვალებული მაქვს და 240 ლარი ნაგავზე ძალიან ბევრი არის. ისე 240 ლარი მართლა არ არის ცოტა ოთარი ახლა.
კარგი, დიდი მადლობა გუჯა, თუ აღარაფერი გაქვს სათქმელი, მე ზუსტად ერთი კვირით დაგემშვიდობები. დამემშვიდობები. ოთარ, ეხლა მე ბიზნესთან შევდივარ შეხვედრაზე და რო გამოვალ იქიდან ვინ ვის დაემშვიდობებო მაგასაც ნახავთ. გაგიკვირდებათ და ჩვენ ვიწყებთ ღამის შოუს. დიდი მადლობა. მე მინდა შეგახსენოთ, რომ მართლაც არაჩვეულებრივი ბენდი გვყავს, არაჩვეულებრივი ბენდი, ბანდეროლი. ყველაფერს უკრავენ, აბსოლუტურად. აი რა გინდა, ჯაზი გინდა, ფანკი გინდა, რიტმ ენ ბლუზი გინდა, ყველაფერი, მაგრამ რატომღაც ეს ბენდი ცნობილი გახდა ფართო მსმენელისთვის სიმღერით ჩურჩულები. აი ესე რომ დაინახავენ, რა პრინცი არ უნდა იმღეროს გუფიმ, ხო? რა არ უნდა იმღეროს თეამ, რა ნოტები არ უნდა აიღოს, ზიკომ გიტარა როგორ არ უნდა დალეწოს, დაწვას და დაამტრიოს, რა არ უნდა მოხდეს, მაგრამ რომ შეხედავენ და ჩურჩულები და სხვათა შორის ეს ჩურჩულები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აიტაცეს მთელ მსოფლიოში და გუფიმ რო თქვა წინა გადაცემაში თავში აგვივარდაო. მე მგონი ეს ამას მიზეზი აქვს რეალური, იმიტომ რომ მართლაც პოპულარულები ხართ. მსოფლიო ტური ჰქონდა ბანდეროლს. მე მინდა მოგახსენოთ და ეს სოფლიო ტური დაიწყო თბილისიდან. მე მოგახსენებთ ქალაქებს, ქვეყნებს და შესაბამისად იმ ადგილებს, სადაც ეს კონცერტები ჩატარდა. მაშ ასე სოფლიო ტური დაიწყო თბილისიდან, ქალაქი თბილისი, ხუდადოვის ტყე, ღერის ბანდეროლი. მე კი შენთან ყოფნა მიჯობს, ნუ შეგაშინებ შეგჯორები, სვამაც უნდა ისე ფიქრობ, ახლა მოდაშია ჩურჩულები, მე კი შენთან ყოფნა მიჯობს, ნუ შეგაშინებ შეგჯორები, სვამაც უნდა ისე ფიქრობ, ახლა მოდაშია ჩურჩულები. კარგი, ეს შეგახსენეთ უბრალოდ. რომელ სიმღერაზეა საუბარი, ეს არის ბანდეროლის ჰიტი. შემდეგ ბანდეროლმა გადაინაცვლა თურქეთში, მაშ ასე თურქეთის რესპუბლიკა, ქალაქი გირესუნი, ტანჟუ ჩოლაკის ძეგლთან. ხო. შემდეგ ბანდეროლმა გადაინაცვლა საფრანგეთის რესპუბლიკაში. მაშ ასე საფრანგეთი, ქალაქი მონპელიე, კარდინალ რიშელიეს აღმართი, მოზარდ ბასკ მაყურებელთა ექსპერიმენტული თეატრის მცირე დარბაზი. Shalom, baby.
შემდეგი კონცერტი გაიმართა უკვე იტალიაში. მას ასე იტალია, კუნძული სიცილია, პალერმო, პიცერია ვინჩერეს დარაბებიანი დარბაზი მარჯვენა კუთხე. დავბრუნდით თბილისში და განვაგრძობთ ღამის შოუს. გადაცემა მინდა განვაგრძო მოკლე საინფორმაციო გამოშვებით. წავედით. დღეს გამოშვებაში იხილავთ. თბილისის მოდის კვირეულზე გაბრაზებულმა დიზაინერმა მოდელს თავში სახაზავი ჩაარჭო. მამუკა ახვლედიანს ამაზონიდან 4 ზომით დიდი ქურთუკი ჩამოუვიდა. მიხეილ სააკაშვილმა და ფოთელმა მოსწავლემ Need for Speed-ის ახალი ქალაქი განიხილეს. ქართულ ჯგუფის პრეზიდენტად დანიშნულმა ნოდარ ჯავახიშვილმა ბიძინა ივანიშვილს საპასუხო საჩუქარი გაუკეთა. 53 სკოლის მოსწავლეები მხიარული სტარტებისთვის ემზადებიან. ლეიბორისტური პარტიის ოფისში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო პარტიის წევრები ბრიფინგებს დროებით ეზოში მდგარ ხეზე გამართავენ. განვაგრძობთ გამოშვებას. თბილისი და გვადალახარა დაძმობილებული ქალაქები გახდნენ, ამასთან დაკავშირებით გვადალახარა თბილისის სფერებში გადაღებეს. ბათუმში მიმდინარე აღმშენებლობის ტემპების მნახველმა ზღვაში დაჭერილმა თევზმა პირი დააღო. ბატონი ჯუმბერ ლეჟავა 10 დღიანი ვიზიტით სომხეთში გაემგზავრა. ემოციურ ემიგრანტებს ფეხსაცმელში მიწის ჩაყრა აღარ დაჭირდებათ, მათთვის მაღაზიებში სპეციალური ფეხსაცმელი გამოჩნდა. გუფიმ იგივე გურამ მაკალათიამ Facebook-ზე ბავშვობის დროინდელი სურათი დააგდო. უცხოეთის ამბები. ობამამ და მედვედევმა ლავროვის ვარცხნილობა განიხილეს და კისერზე დატოვებულ ხაზზე ბევრი იხალისეს. უგანდაში ვიზიტად მყოფმა გერმანიის კანცლერმა მასპინძლებს ვახშამზე უარი ვერ უთხრა და ძალიანაც ინანა. ბაღდადელი ქუჩის მუსიკოსი არაფერს იმჩნევს. ბანგლადეშში უკვე მესამე თვეა წყალდიდობაა. მოსახლეობის ნაწილი ქვეყანას ტოვებს, ნაწილი კი სტიქიას უკვე შეეჩვია. აღმოჩნდა, რომ მადრიდის რეალს ძაღლებიც გულშემატკივრობენ. სააგენტო როიტერი ერთ-ერთი ასეთი ძაღლის სურათს აღწელებს. კრასნოდარელ ავტომფლობელებს უზარმაზარი ჩიტი ატერორებს. უკრაინაში ახალი საწვავის გამოცდამ სკანდალით ჩაიარა. მეცნიერებიც თვითკმაყოფილები დარჩნენ, რასაც ვერ ვიტყვით თვითონ საწვავზე. დღეისათვის სულ ეს იყო, მე ზუსტად 10 წამში დაგიბრუნდებით. დიდი მადლობა. ჩვენ წინა გადაცემაში შევთანხმდით, რომ ადამიანი არსად არ არის ისეთი სასაცილო, არსად არ გამოიყურება ისე სასაცილოდ, როგორც პირადობის მოწმობის ფოტოზე. განსაკუთრებით თუ ეს არის პირველი პირადობის მოწმობა, ჩვენ გაჩვენეთ წინა გადაცემაში ბანდეროლის ფოტოები, ჩვენი განუმეორებელი გუჯა მაჭარაშვილის ფოტო. მოგეხსენებათ, რომ ამ რუბრიკას ჩვენ ვერ გავაკეთებთ ისე, თუ ფოტოების ავტორების ნებართვა არ გვექნება, ჩვენ დაუკავშირდით რამდენიმე საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანს, რომლებიც დაგვთანხმდნენ და დღეს გთავაზობთ მათ ფოტოებს. მომავალში შეიძლება თქვენთანაც მოვიდეთ, ასე რომ მოემზადეთ. დავიწყეთ. პირველი გახლავთ ცნობილი ტელეწამყვანი ლაშა ხარაზიშვილი.
ასევე ცნობილი ტელეწამყვანი ნოდარ მელაძე. სრულიად საქართველოს ბავშვებისთვის ყველაზე საყვარელი ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი. ლევან როსტოშვილი, როსტო. ახლა ვნახოთ როგორ გამოიყურებოდა თიკო სადუნიშვილი. ამის შემდეგ ჩვენ დაუკავშირდით ნანკა კალატოზიშვილს და მანაც მოგცა ნებართვა. ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი ეკრანზე. სამორი ბალდე. და ნებართვა ავიღეთ ნანუკა ჟორჟოლიანისგანაც. მეკითხება რა საკეთებოდა? ოქროს ვეძებ მეთქი. ოქროს აქ რა უნდა შეგატახსირებულო? აი ტელეფონში მივხვდი რომ ვინც მელაპარაკებოდა ესე გააკეთა. მეცხრე სეზონი მთავრდებოდა შუა ქალაქის. ბოლოს წინა იყო სერია თუ არ ვცდები რა მნიშვნელობა აქვს და მოვიდა ჩემთან დამდგმელი რეჟისორი გოჩა კორხელაური. სახე ქონდა წაშლილი, აი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. გამიყვანა გვერდზე და შენს მეტი ამას ვერავის ვეტყვიო და მეუბნება ასეთ რაღაცას. ძალიან დიდი მადლობა მაჩვი. ესე იგი ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ასევე შევთანხმდით წინა გადაცემაში, რომ ქართველები უნიჭიერესი ხალხია, ჩვენი შეთანხმება მას არ ჭირდებოდა, მაგრამ მაინც შევთანხმდით და ახალი რუბრიკა მოვიგონეთ, რომელსაც კოლორიტი დავარქვით, სადაც ჩვენ მოვყავს საზოგადოებისთვის უცნობი ადამიანები, თუმცა სხვადასხვა ნიჭით დაჯილდოვებული, განსაკუთრებით იუმორის გზნობით, გახსოვთ ალბათ ყველას, ქალბატონი მარიამ გოგოჭური ხევსურეთიდან და დღეს რუბრიკის სტუმარი იქნება ბატონი ვალერი ხაპირაშვილი გორიდან. მოგესალმებით, ბატონო ვალერი. მოგესალმებით. აი ეს მე მგონი ეს აპლოდისმენტები იმას ნიშნავს, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი რუბრიკა გახდება, არა მხოლოდ ჩემი, არამედ ჩვენი მაყურებლისაც. რა ხდება გორში მომიყევით? თქვენ იცით, რომ ჩემი გვარიც გორიდან მოდის? კი ბატონო, რა თქმა უნდა. როგორ იქცევიან ტატიშვილები იქ? მშვიდობა, მივყვებით ცხოვრებას. წინ მივიწევთ. თქვენ ოჯახზე გითხარით 2-20 სიტყვა. რო გახსენებთ? შვილები, შვილიშვილები. კი ბატონო, შვილიშვილები ცოტა ადრეა. ცოტა ადრე. ყავს მეუღლე, 2 ვაჟი. ამასთან დაკავშირებით კარგ ისტორიას მოგიყვებით. პირველი ვაჟი რო შემეძინა. პირველი ვაჟი. რა ქვია პირველ ვაჟს? კობა. 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 ესეთი სიტუაცია იყო, თავისთავად ხადია მეუღლე სამშობლოში მივიყვანე. და მინდა რაღაცა ორიგინალური გავაკეთო, ისეთი რომ დავიმახსოვრო მეც და ეს დღე ჩემ მეუღლეს.
მეგობრებთან ერთად სახლის წინ მდგევარ და უცბად ერთმა ჩემმა თანაკლასელმა ჩამოიარა. ალბათ გეცოდინებათ, აი ტროლეიბუსის ხაზი თუ ჩამოწდა რაღაცა რო არის ესეთი ამწი არის, ესე დგევიან და ასე მე შევიდება რა ნამუშევარი ვარ მე მაგანთანაზე. ერთი სიტყვით გავაჭერე ჩემი მეგობარ და ვკითხე რა საკეთებ მე უთხარი. არაფერი სახში უნდა წავიდე, ჩემს საქმეს მორჩი და თავისუფალი ვარ. ერთ თვით დამელოდე მე უთხარი. იქვე მაღაზიაში გავიქეცი, თაიგული, ყვავილების თაიგული შევიძინე და წავედით ერთ ადგილზე მეთქი. საღამოთი მაღარიში იქნება მეთქი. კი ბატონო. წავედით გორში ორსართულიანი სამშობიარო შენობა იყო. ერთ თვით მანქანით შემოუვარეთ მეორე მხრიდან. ავედი ამ კალათაზე. ჩემ მეგობარს დაუძახე, ვირა. თაიგული თხეში, ავწი ხო სარკმლიდან ცოტა აქეთ მოშორებით, რომ მაინც უხერხულია, ახლა მელუგინე გალოტონები არიან და. ასე თაიგული თხეში დავაკაკუნე სარკმელზე და ახლა რეაქცია როგორ უნდა იყოს ადამიანის, რომელიც მეორე სართულიდან დაბლა იყო და ყოველთვის არის ესეთი შეგრძნება, თითქოს რომ აი კენჭი ისროლეს, ქვამოარტყეს სარკმელს, რომ ვიღაცამ გადმოიხედოს. ამ დროს ერთ-ერთი მელუგინე ქალბატონი წამოდგა და ხალათი გასწორებით უნდა გადმოიხედოს ასე დაბლა. გადმოიხედოს, მაგრამ იქვე შეხვდით თაიგული თხეში. ამ ადამიანს შეეშინა დაეწყო ჭინთვები და სხვა ქალბატონი იყო. სხვა იყო. აჰა. ერთ სიტყვით მისმა ოჯახმა ურმესი მადლობა მომიხადა. თურმე გადაცილებული ქონდა რაღაც ვადები ყოფილა მან და გადაცილებული ქონდა და იმ დღეს კარგი ბიჭი გააგორა. მადლობა დამისახურე. ეს რა პერიოდია? ეს 90-იანი წლების დასაწყისი. ანუ ისეთი არც თუ ისეთი მშვიდი და დაალაგებული დრო იყო. ეს გორში მოგეხსენებათ ეს ცხინვალი ახლოს. ხო, მაშინ დაიწყო ხო ეს? კი, იყო ეგ დაძაბულობა. ბატონო ვალერი, აი თქვენ რა საქმიანობდით ამ დროს? მაშინ რო გითხრათ რაღაცას ვაკეთებდი მეთქი ისეც არაფერს. ნუ განათლებით გავიგეთ რომ ექიმი მეანი ხართ, ხო? მეან გინეკოლოგი. ჭყალებში. ხო და აი იმ დროს რას გეტყვით, ეხლა მე მოგახსენებთ. გორში ფუნქციონირებდა ასეთი დიდი კომბინატი, ერქვა ბამბეულის ქსოვილების საწარმო კომბინატი. და 1000-ნაირ ნაწარმს უშვებდნენ ქსოვილს, ასე ვთქვათ, მარლა იყო, ბიაზი იყო 1000 რაღაცა და აი ეს თითქმის ყველა გორელს სადღაც აქვს გაყიდული. მე ჩავერთ ამ ბიზნესში და თურქეთში წავიღე. აჰა, ანუ საზღვარი გაიხსნა ხო უკვე? კი, საზღვარი გახსნილი, ახალი გახსნილი იყო 92-93 წელია და წავედი თურქეთში. ერთ სიტყვით წავიღე ფარჩა. ერთ სიტყვით ჩავედით სარფში საბაჟოზე, იქ რაღაც თურქებთან რაღაც პრობლემა ყოფილა თუ რავი რაღაცა იყო ყოველ შემთხვევაში. დაკეტილი იყო 2 თუ 3 დღეღამის განმავლობაში და ხალხი არის, ნუ ზღვა ხალხი. ზოგი წარმოიდგენთ ეხლა დაღლილი იქ თავის ჩემოდნებით, იქ ზის, ელოდება, რა ვიცი, ნერვიულობა ის ზოგს ძინა, ზოგი მოთასებს, ზოგი სიგარეტს ეწევა და ასე შემდეგ. მოვდექი, ასე ვთქვათ და ერთი ჩემი თანა კურსელი აღმოვაჩინე, ცulis უფროსი, ყოფილა იქ, ჰასან აბაშიძე. შევხედე, ვიცნო, ვიცნო, ასე ვთქვათ. რა შვები, როგორ ახარ? აგერ მუშაობ. მე ვუთხარი, აი ღმერთმა გამომიგზავნა შენი თავი. ესეთი სიტუაცია მაქვს და უნდა რაღაცა მომიხერხო მეთქი. კი ბატონო, მივიდა მაშინ რუსის ჯარისკაცები იდგნენ და ისინი აკონტროლებდნენ იქ გასვლას და შემოსვლას. ამ დროს კიდევ ეთქო მიცნეს გორელებიც იყვნენ და ორი ქალბატონი იყო და ვალე შენ ჭინი მე რა გატყობ რომ გადიხარ შენ მეგობრებთან. იქნებ ჩვენც როგორმე ჩაგვთო. მაგას აგეკიდენ ქვია ქართულ ენაზე. რა ვიცი. იოთ. ერთ სიტყვით ამ ქალბატონების ჩანთებიც მოვახერხეთ და გადავიტანეთ ამ ნეიტრალურ ზოლში. ეს ჩვენი სულ ყველაფერი და მოვტრიალდ უკან მადლობა მოუხადო ჩემ მეგობარს. ამ დროს ერთ-ერთმა ქალბატონმა ტივილი ატეხა, კივილი, ვაიმე ოქრო დავკარგეო. რა ოქრო დაკარგი ადამიანი ვეუნა. ერთ სიტყვით აი ესეთი ჩანთები იყო ხოლმე და აქეთ-იქით ქონდა ჯიბეები ასეთ. ოქრო გადაქონდა ხო? ოქრო და ერთ-ერთ სასწაული. და ალბათ ამ გადასვლისთვის თუ გადმოსვლისთვის თუ რავი რაღაც სიტუაციის დროს ნუ ნახა გახეული იყო ეს ჩანთა ზუსტად ამ შუა ადგილზე ჩაიხედა შიგ არაფერი არ არის. გულს დავდე შემოეყარა. რა გავაკეთო ახლა მითხა. აი ესე ჩავიბარესავითა, გადავიყვანე და ახლა ამ სიტუაციაში ხო ვერ მოდა. მოვუტრიალდ უკან ამ ჩემ მეგობარს ვეუბნე, ხასან შენი ჭირი მე აქვე მოუძებნი მეთქი, თუ იპოვი ხო იპოვი და თუ არა და რავი რა
დაიკარგა, აგავაკეთო მეთქი, ცოდო ადამიანი მეთქი. იმან ამ ჯარისკაცს თხოვა და გამიღეს ეს კარები, შემოვედა ამ რაღაც 10 კვადრატულ მეტრზე. სანთებელად უკვე შებნელდა. სადღაც 10-11 საათი ესე და დავიწყე სანთებელადი ძებნა ესე. ჩანთას გავწევ, ვეძებ რაღაც იმას რაღაც დაჭერებია ავწი ეს და აი გაშლილი ხელი მოხვდა სახეში. რაც მეჭირა ხელი ის არ გამინება ვერ გაუშვი. და ეს სანთებელა ხელში მეჭირავს აქეთ ეს ფარშის დაჭერა თუ რავი რა ქვია. სახეში ხელი მოხვდა და ჯერ ნაპეწკლები გავყარე ასე ვთქვათ. ისეთი მწარე ხელი ქონდა რავი დალოთი. იმოჯახო დალოთვის მარტი. ერთ სიტყვით რა სიტუაციაში აღმოჩნდი. ანუ რა ყოფილა ეს? რა ყოფილა? ქალბატონი იჯდა თავის ჩანთებზე თუ ჩანთებთან, ჩასძინებოდა და მე იმის აბა ავწია და ფეხებში გამუნათიას. სანთებელად. ხო და ესე ხო გითხარ სახეში მოგდა არ გამიშვია ხელი. გამიგდა მეკითხება რა საკეთებოდა? ოქროს ვეძებ მეთქი. ოქროს აქ რა უნდა შეგატანხირებულო? აი შეგრებულო. ოქროს აქ რა უნდა? აქ რასეძე ოქროს ჯეოთა. აი ესეთი სიტუაციაც ხოლოდ შემჩარა აი არას უარეს მერქით. გადავედა მეორე ჩანთის მეორე ჯიბეში არა ყოფილი საკროულიკაც. ბატონო ვალერი და ბოლოს მინდა აღნიშნო, მე უნდა უთხრა ჩვენ ტელემაყურებელს დარბაზში, რომ კი, რა თქმა უნდა. სხვადასხვა მრავალხრივი ნიჭით არის დაჯილდოვებული ბატონო ვალერი, ლექსებს წერს. ამავდროულად აკეთებს სხვადასხვა ცნობილი ადამიანის პაროდიას. აი, ხო არ შეგვიძლია რომ ეს ორი ნიჭი რაღაცნაირად გავაერთიანოთ. ბატონო ვალერი და ერთად შემოგთავაზოთ ლექსიც და ვინმეს პაროდია, ჰა? თუ ძალიან ბევრს ვითხოვ. თუ შევეცდები. კი ბატონო. შევეცდები. მე მინდა ბატონი ეროსი გავიხსენო ეროსი მანჯგალაძე და ერთი კარგი ლექსი მისი ხმით თქვენი ლექსი? კი, ეროსი მანჯგალაძის ხმით? კი. ამ ლექსს ასე ქვია, შავი კოლგოტკა. პეტერბურგიდან ჩამოსულს თავზე დამატყდა გოლგოთა. პირველად როცა ვიხილე თეთრ ფეხზე შავი გოლგოტკა. რა სასურველი რამ ახარ აჟურნი არომატული ჯიგოზე ვაზიასულა შენ კი ფეხზე ხარასული. თითებზე წამოგაცმევენ მე ნელ-ნელა გჭიმავენ არ გეშვებიან მანამდის ჭიპამდე არა გჭიმავენ. კაცო ყველას ფეხს როგორ ერგები? რა უცნაური რამ ახარ გეძებდა არც იშოვებინე და იმითხრან სადა ხარ. შენს ზემოთ კაბას რა უნდა? შენ და ჩანდე მთლიანად და მენახეთ ბიჭები გადაგიცევიან კლიავად. ახლა მეტი რაღა დავამატო. ძალიან დიდი მადლობა. ძვირფასო მეგობრებო. ბატონი ვალერი ხაპირაშვილი იყო დღეს კოლორიტის სტუმარი. დიდი მადლობა. გადასახადოთ. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ ვიდეოები, რომლებიც YouTube-ზე ვნახე. მაშასე დავიწყოთ. პირველი ვიდეო ეკუთვნის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ ზვიად სიჭინავას. მოვუსმინოთ რა განაცხადა ბატონმა ზვიადმა. ყველაზე ღირსეულად მაინც მე გაგრამი დააღვნიშნო, იმიტომ რომ დღეს იცით რომ დღესასწაულია საქართველოს ოსეთის ომის და ეს ზაფხულის ჩანაწერი გახლავთ, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი, რაც ბატონმა ზვიადმა ზაფხულში განაცხადა. კიდევ ერთი ვიდეო გვაქვს მომზადებული, გთხოვთ. იცით რომ არ იყო შეცვლილი ნაკრები, ანუ დარჩა ის ფეხბურთელები, რომელიც იყვნენ ჩამოყვანილი არა მარტო კუპერის და იმის დროიდან, არამედ შუშანიკის დროიდან იყო ეს ფეხბურთელები ყველა, რომელიც თამაშობდა. მერც დავამატებ ამას ყველაფერს. ბატონო ზვიად, ოდეს ყოფილ არს აქ ამომდე, თუმცა ლატვია გვიგებდეს ფეხბურთს. კარგი. სპორტის თემაზე შევჩერდეთ ცოტა ხანი და ახლა მოვუსმინოთ თავად სპორტულმა კომენტატორმა, ბატონმა დავით მინაშვილმა რა თქვა.
მას შემდეგ 5 თამაში ჩაატარა და ვერცერთი ვეღარ მოიგო, ამჯერადაც გაგრამ საკუთარ მოედანზე ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა და გაიმარჯვა. მე შეგახსენებთ, რომ ეს არის ზაფხულის ჩანაწერები, ზაფხულში 90 დღეა და 90 დღე ისე როგორ გაივლიდა, რომ დიმა ობოლაძეს რამე სასწაული არ ეთქვა. შემდეგი ვიდეო გახლავთ ციკლიდან, ამას მხოლოდ დიმა ობოლაძე თუ იტყოდა. მარადონში 50-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა და მათ ვაკე საბურთალოს ახალი გზის გავლით გვერდთა მოედნამდე 2800 კილომეტრი დაფარეს. აი სულ ამბობ და დიმა ჩემი მეგობარი ხარ, მაგრამ აი კარგი. გადმოვინაცვლოთ ტელეკომპანია იმედში. თქვენ გონიათ იმედში არაფერი ხდება? გვერდება ქრონიკის კორესპონდენტი ათენიდან. ქალაქის ქუჩები ცეცხლის ალშია ამ დრომდე გახვეული. მეხანდრეები ცდილობენ ლოკალიზება მოახდინონ ცეცხლის ადგილობრივად, ამ წუთას მე მათ ხელს უშლი. ძვირფასო მეგობრებო, მე შეგახსენებთ, რომ გადაცემის მესამე ბლოკში მიწურულს მე ვიტყვი თუ რეალურად რა მოხდა ტელესერიალ შუა ქალაქში და დამთავრდება ამაზე ერთხელ და სამუდამოდ საუბრები და ჭორები, თან ვისაუბრებ ამას სტუმართან ერთად. ახლა განვაგრძოთ გადაცემა. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ, მინდა 2 ბილეთი ერიკ აბადუზე უფასოდ დავითრიო. და ამ რუბრიკაში გაგიკვირდებათ და სასაუბროთ მე მოვიწვიე Eastern Promotion-ის ხელმძღვანელობა კახა კანდელაკი და მიშა გიორგაძე. თავიდან ეს საჩუქარს გაწუხე. ატრიბუტიკაა ჯაზური. შეგვიძლია ჭიქაც შეცვალო. ძალიან მაგარია. აი, ჯაზჭიქა, კი ბატონო. გუფი მარტო შენ კი არა გაქვს კეპები, ნახე. ნახე. კი, წამართვე, კი. კარგი, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა მობრძანებისთვის, მიშა, კახა. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ ამდენი წელია და ზრუნავთ ქართველი ხალხის გემოვნებაზე. რა მინდა იცით მინდა დავიწყო რომ რას გვპირდებით ამ ფესტივალზე? ნუ უმაღლესი ხარისხის მუსიკას რა თქმა უნდა. არა, მე არ მაინტერესებს. რას პირდები? ბილეთებს დამითრევ ერიკ აბადუზე. აბა რას ვიზამ? ისე ხო არ დაგტოვებ, მაგრამ მე მგონი შენ უფრო სხვა მუსიკა გაინტერესებს. ოჩახ, მართალია. მართალია. და 27-ში იქ იქნები. შენს გინდა ერიკ აბადუ გინდა შენს? ერიკ აბადუ ამათაც უნდათ. ერიკ აბადუ ყველას უნდა. დამახასიათებელი ნიშანია ერიკ აბადუსი. გაგიკვირდება და. რომ აბსოლუტურად ყველას უნდა. ყველას უნდა. კარგი. მე რა მინდა იცით კითხოთ, რომ აი მართლა ამდენი ხალხი ყავთ ჩამოყვანილი, ხო? აბსოლუტურად სხვადასხვა მიმართულების, არა მხოლოდ ჯაზი. ხო? აი რაღაცეები არ ხდება ისეთი, რომ აი კურიოზი არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ ნუ მაინც აი ისტორია რამე დაგამახსოვრდათ იმისთანა მუსიკოსებს მეგავარსკვლავებს არაფერი ემართებათ, კაცო? არა, მე ვხედავთ იმისა, რომ კურიოზი სიტყვა არ გიყვარს, მაინც ბევრი კურიოზები ხდება, ზოგი უნდა გითხრათ, რომ ზოგი მოსაყოლია ეთერში, ზოგი არა. მოდით ისეთი გავიხსენოთ, რაც შეიძლება რომ ეთერში მოვყვეთ, რა. რა ვიცი, საიდან დავიწყოთ, რომელი პერიოდიდან? მოდით, თუ გინდა ერთ-ერთ პირველს გავიხსენებ. ძალიან დასამახსოვრებელი ხო აი ადრინდელი პერიოდი, როდესაც თბილისი ჩაბნელებული იყო, არც გზა არსებობდა, არც სახლი, ნუ ეხლა ჩამოსული სტუმრისთვის ძალიან ძნელი იყო აღქმა იმისი, რომ საქართველოში და მაშასადამე ევროპაში ჩამოდიოდა. არა, ექსპრომტი გამოგდის, რა სიტყვი და აი მახსოვს როი აირსის ჯგუფი ჩამოვიდა, მანამდე ყავდა მანჰეტენ ტრანსფერი და ვილა ბერიკაში ცხოვრობდნენ,
ამიტომ მოკლე გზით წავიყვანეთ სანაპიროთი, შემდეგ ნუსუბიძე, ქუჩა, პლატო და მეორე დღეს რო კითხეს თბილისი როგორ მოგწონთო, ცუდის თქმას სამჯობინეს რომ საერთოდ არაფერი არ ეთქვათ. იმიტომ რომ პრინციპში ვერც ნახეს ვერაფერი და ამ ასე ვთქვათ გამოცდილებით აღჭურვილებმა წამოვიყვანეთ როერსი უკვე ცენტრით. რუსთაველი, ფილარმონია, მელიქიშვილი და ასე შემდეგ და ძალიან ისე ინტერესით იყურებიან აქეთ-იქით, ჩვენს გახარებულები ვფიქრობთ რომ ძალიან მოწონთ, თუმცა რას ხედავენ არ ვიცი, იმიტომ რომ არ ჩანს არაფერი, უკუნეთი სიბნელეა. და კახას მიუტრიალდა როერსი და ეუბნება ეს გარეუბნები და გარლემი გასაგებია ცენტრში გაგვატარებ ხო როდის მია. ამას გავიარეთ ცენტრში. ამ დროს ცენტრი უკვე გავიარეთ. ქულიოც ყავდათ ხო? თქვენ ჩამოყვანილი იყო ქულიო. ხო კი, პირველი რეპერი პრინციპი ჩვენ ჩამოვიყვანთ, ეს 2000 წელი იყო, პირველად დიდი ჯგუფით ჩამოვიდა. ну ჯაში რო არ გაგვიმართლა და ბინების დავკარგეთ და ყველაფერი ცოტა მოვსინჯეთ, აბა იქნებ რეპი მოწონთან რაღაც ესეთი ექსპერიმენტები ქონდა და მოკლედ დიდი ჯგუფით ქულიო ჩამოვიდა. მაშინ რეისი იყო ამსტერდამიდან, ტურიში იყვნენ და ამსტერდამის მერე თბილისში და ну ეს ცოტა ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავებმა მოითხოვეს თეთრი ლიმუზინი და უკან ბენდისთვის ცალკე კიდე მიკროავტობუსი და ჩამოვედით დავხვდით მიშოვეთ ძლივს ეს არავინ არ თქოს რომ ძმაო ქართველებმა მოიგონეთ, იმიტომ რომ ძმაო ბრაზერები გავხვდით ეგრევე და ერთმანეთის და ლამის 3 წუთი მოვანდომეთ თვითონ ადამიანზე ხელის ჩამართმევა, იმიტომ რომ ხელი ეს რიტუალი რაღაცა საინტერესო გამოცდილება იყო. თან ცოტა მე მგონი იმედგაცრუებულები და გაკვირვებულები დარჩნენ, რომ მაინც კარგად აი ამ ყველა ილეთს იმ დროისთვის ვერ ვფლობდით. და მოკლედ დავხვდით ამ ლიმუზინებით ყველაფერი და ბენდი არის სადღაც 15 კაცია წარმოიდგინეთ თავის ჩანთები, ну ჩანთები შეყარეს ამ დიდ ავტობუსში და ყველა ქულიო ჩაჯდა ამ ლიმუზინში და დაუძახა თავის ბრაზერებს და 15-ვე კაცი ლიმუზინში შეეტენენ რა ყველა და დიდი ის აქვს სისტემა. კასეტი რაღაც ესეთი მაგნიტოფონი, სადაც თავისი ჰიპ-ჰოპის რაღაც რითმები მიდის და ამ დროს ვეუბნები რომ იქ მაგნიტოფონი არის ლიმუზინში, მაგრამ თავისი უნდათ და ეს ჩარტეს და ყველა როგორ დაეტიან, არ ვიცი, ყველა შეგინ შევიდნენ და ჩვენ მოვყვებით ჩვენი მანქანით უკან. და მეტეხში ცხოვრობ მაშინ შერატონში და რო უკვე მიუახლოვდით, ცოტა დარჩეს, ასახვევამდე და უცებ ანელებს ეს მაგა გაჩერდა ბოლოს რა. და მძღოლის კარები იღება და პირველი გამოდის თეთრი ბოლი გამოვარდა. იცოდა მეთქი რაღაც ალბათ რაღაც ხანძარია შიგნით ალბათ რა ვიცი. და მაგათი უნდა ითქვას რომ მძღოლი ძალიან ესეთ სოლიდური, ცოტა ხანი შესული მამაკაცი იყო. არ სიგარეტს ეწეოდა, ცხადია, არც ალკოჰოლს. ხო და გადმოვიდა ესე მანქანა, ვაი, შვილებო, რაღაც სუდათ არის გათეთრებული, ვერაფერს ვეღარ ხედავს, რაღაც თმები არ ქონდა და შვილო მგონი თმები ამომდისო. რაღაც საშინელება ხდება მოკლედ შეგინ და რაღაც თავიდან ვერ გავიგე, მე მივხვდით რასიც არის საქმე და მე ვეღარ ვიმუშავებ დღესო და რაღაც ტელეფონი ნომერი დაავიწყდა თავის შვილის თუ მეგობრის ვიღა და ბოლოს ახალგაზრდა შემცველი მოვიდა და ეს გადავსვით ის დავსვი და წავიდა მოკლედ და ნუ ყველაფერი კარგად არის. გამქირავებელს ვეცადეთ რომ ესე დელიკატურად მიგვენიშნა თუ რა პრობლემასთან გვაქვს საქმე და აი ტელეფონში მივხვდი რომ ვინც მელაპარაკებოდა ესე გააკეთა. აზევარა ყველაფერი ისეთ გამოუშვებთ რომ ამ პრობლემას გაუმკლავდება არ შეგვარს თქვენსო ქართველებსო და გამოუშვეს სპეციალისტი მძღოლი მოკლედ მაგთემის და წავედით დავტოვეთ სასტუმროში და ჩვენ წავედით სასტრაფო დარბაზში რომ ეს ყველაფერი უკვე ეს ხმა და ეს მოემზადოს და უკვე ბილეთები და ხალხი ხონა შემოვიდეს უკვე დაიწყოს. რო ამბობ სასტუმროში დავტოვეთო ისინი მანქანიდან არ გადმოდიან. ზიანი ლიმუზინში და დავტოვეთ ერთ თანამშრომელი რომელსაც დაუბარეთ რომ ბოლო-ბოლო იმედია რომ გადმოვლენ ამ ლიმუზინიდან მოათავსოს სასტუმროში და ერთ საათში გამოუშვა რეპეტიციაზე, საუნდჩეკზე ფილარმონიაში და თუ არ გადმოვლენ და მაინც გამოუშვა. არა, ესე კახა კანდელაკმა მე აუცილებლად მოვალ მიშა გიორგაძემ რა უნდა ილაპარაკოსო. არა კაცო მე წამოყვებიო მიშა რა უნდა ილაპარაკოსო მე. ბოდიში, გადაგზეთ.
მოკლედ, წავედით ფილარმონიაში ველოდებით, უკვე წუთი-წუთზე გამოვიდეთ, ვიცით რომ გამოვიდა ველოდებით. თან იმ დღის ჩამოფრინცებში 2 საათის ჩამოსულები არიან აეროპორტიდან. და წავედით ველოდებით, სად არის, ტელეფონს არ იღებს ეს მობილურს, ესა მივხვდით რომ რაღაცაშია უბედურებაში ვარ საქმე. ბოლო-ბოლო აიღო და უკვე რეპეტიციას ვეღარ ასწრებ, პირდაპირ კონცერტი უნდა დაიწყოს. და სადა ხარ და რა ვიცი, აი რეის ველოდებით, უკან წაუყვანე აეროპორტში რა, ესე ანუ პრობლემას გაუმკლავდა როგორც ჩანს. გაუმკლავდა, დაუძმაკასდა და ვეღარ აერიათ ყველაფერი და უკან მიფრინავ, და რეის საერთოდ არა. ხალხი ელოდება ფილარმონიაში. ბოლოს მოვატრია, ზავს 2 საათი დავაგვიანეთ კონცერტს და ბოლო-ბოლო ჩატარდა ეს ბედნიერად, მშვიდობიანად დამთავრდა ეგ დღე. და ვერიდებით ჰიპ-ჰოპის მე იცი რომელი ამბავი გამახსენდა ხა არ ვიცი შეიძლება აპირებდით მოყოლას აი ეს პიტერ შოუ რო იყო გატაცებული ნო გენიალური ვინ იყო მაშინ ჩამოსული ჯიპსი კინგი იყო ჩამოსული და მაშინ ხშირად იტაცებდი ხო ეს ის პერიოდია როდესაც თელ ქალაქში უზარმაზარი ბილბორდებია გაკრული და სურათებით გატაცებული ადამიანების და გადაწებულია 30 დღე 40 დღე 20 დღე და რომ მოვდივართ აეროპორტიდან ეს ბილბორდები ხდება და ნუ ხედავ რომ ძალიან დაიძაბა ყველა. მიშა ინგლისურადაც ეწერა? ინგლისურადაც ეწერა კი. კიდნებ. აჰა. ხო და ამ კიდნებს კითხულობენ თვალზე არ იყურებიან და ეს ჯგუფის ლიდერი მომეტრიალდა და მეკითხება კი მაგრამ ამდენად ცუდი სიტუაციაა კრიმინალური საქართველოში. მანამდე ხო სანამ ელაპარაკები 1-2 თვითადნო სტაბილური სიტუაცია რა სამბობ აქ რეიჩალზეა ნამყოფი და რის და ესა და ესე ვაბავდით, იმიტომ ისე თავიდან არ ჩამოდიან ძალიან, იმიტომ რაღაც გადახედან რუკას ჩეჩნეთი გვერდზე ყავთ, იქ რაღაცა პანკისი, რაღაცა გაჩნდა უცებ, რაღაც თუ ძალიან დიდი პრობლემები იყო ჩამოყვანდა, ესა დიდი ვარსკვლავები ერიდებოდნენ და ეს ბოლო-ბოლო დავითანხმეთ ჩამოვიდნენ. ხო და რაო, ამდენად ცუდი სიტუაცია არისო და რაღაც მომევიდა უცბად თავში, ძალიან დიდი პაუზაც არ გამომევიდა, ამიტომ მეტყობა დამაჯერებლად გამომევიდა ეს ტყუილი. ხმა ისეთი მინდა არ დაუჯერე. მეთხარი. რას ლაპარაკობ, ახალი დეტექტიური სერიალი გამოდის და აი დარჩა 40 დღე დარჩა და ველოდები და ეს მინდა ეს პიტერ შოუ მთავარ როლში, ყველგან პიტერ შოუ იყო და აი პიტერ შოუს ველოდებით მოუთმენლად მთავარ როლში, ნუ მოსულ. ის უცხოელი მსახიობი ჩამოვიდა. დავითანხმეთ. სად იყო მაშინ? ხო, და სხვა შორის დაიჯერეს და ნუ უპრობლემოდ, ასე ვთქვათ, ჩაიარა. ახლა რა მინდა კითხოთ, ამ ჯაში ნაშები ჩითავს, ა? ჯაში ნაშები არა, იმიტომ ჯაში მხოლოდ ქალიშვილები არიან. ოხ რა ხარ შენ რა ხარ მომისმინე კახა მიშა აი ჩამოყავთ ხო არაჩვეულებრივი ხალხი მაგრამ აქ ქართველმა ნიჭიერმა ხალხმა რა დააშავა ხო ბევრი არიან ხალხი აი მაგალითად ჩემი ბანდეროლი ჩემი უსაყვარლესი ბენდი ბანდეროლი ჩავსვათ რა ერთ-ერთ ჯაზ ფესტივალზე გინდა ბლექსიზე ბათუმში გინდა თბილისში ან ჯაზ სერიებზე არაჩვეულებრივი ის კომპოზიცია აქვს სხვათა შორის ჯაზური მომზადებული ერთი მოასწრე ჯაზს უკრავე ასეთი შანსი არ გვექნება ხალხო მიდით აბა მიდი აი ნახე ბოლოს უნდა მაგრამ ჯაზ ფესტივალზე ალბათ ამით გადასტან. არა, თქვა უბრალოდ მაჩვის მიკროფონი არა აქვს და არ გაისმა. თორე ეს მაჩვი ამბობს ხოლმე. ერიკა ბადუს
ერიკა ბადუს ბილეთებზე იმერიკასი ყველას რო უნდა. აჰა. გადაცემის შემდეგ მოვილაპარაკოთ. დიახ. მაგრამ სრულიად შემთხვევით. სრულიად შემთხვევით ჯიბეში მიდევს მოსაწვევი. ალბათ გუფისთვის ყველა საინტერესო იქნება. როგორც იცით ფესტივალში მონაწილეობს სონი ემორი, ძალიან ცნობილი დრამერი. 26 ოქტომბერს TBC-ის სათაო ოფისში მარჯანიშვილზე ჩატარდება მისი მასტერ-კლასი. და აი ამ მოსაწვევს გადავსვენ გითხრით. ძალიან ძვირად ღირებულია მის მასტერ-კლასზე დასწრება ამერიკაშიც, მაგრამ აქ უკვე რაღაც ესეთი შანსი მოვეცა და აი გუფი რაღაცები ამუღამებინე რა. ცალკე დავალაპარაკე. ჩურჩულები გადააწერინენ. ჩურჩულებს ვასწავლი ხა მე ჩვენებურად რაღაცები დაამუღამებინე. მეგობრებო, ერთი ისიც მომიყევით თქვენ არ გაგახსენდათ ჯენიფერ ლოპესის ბასისტი რო იყო ჩამოსული და დაგანებებთ თავს რა. ეს იყო ბენდი ყავდა ესეთი ელმა კეის Earth-Wind-Fire Experience ესეთი ბენდი იყო და მას ბასისტი ვინც ყავდა ის რაღაც ტურში იყო ჯენიფერ ლოპესთან ერთად და რაღაც ჩამოვიდა იქ ჩამოვარდა საუბრები ქართულ ქალბატონებზე, იმიტომ იქიდან ეტყობა ხედავენ უფრო დარბაში რა ხდება, იმიტომ როგორც წესი ძალიან კარგი ჩაცმულ დახურული, მომზადებული, გალამაზებული. იმიტომ არ ვსვავ ხოლმე მე პირველ რიგებში. შენ დასმაშები. აი. და მოკლედ აქ რაღაცა რა ლამაზი ქალბატონები იყავთ რაღაც და მე რაღაც წავიდა აი ჯენიფერ ლოპეს და თუ ერთი თქვა რომ ერთადერთი ქალბატონიაო, რომელიც კლიპებზე მაგარი სიცოცხლეშიაო, ეს შესახედა. თურმე მაგრამო ერთხელ ტურში ვიყავით მაგათთან და მთელი ბენდი 15 კაციანი ბენდი ყოლი. მთელი ტურის განმავლობაშიო, რომელ დარბაზში სტადიონზე გამოდიოდი თეატრში თუ რა ვიცი რაღაც პატარა კლუბში საერთოდ არ გვახსოვს. მედი რატომეთ, იმიტომ ხალხი იჯდა, არ იჯდა, ტაშს უკრავდა. რატომეთ? აი რომ დადიო რო იდგა და ღეროდაო ჯენიფერ ლოპესი ყველა უკან უყურებდა და აი ესე დაუსდევდით ყველა საერთოდ არ გაგვიხედი ერთი თვის განმავლობაში იქითო დარბაზისკენ ისეთი მაგარი ამი და აღარ გავაგზავნებ მოკლედ და კარგი, მოკლედ, ახლა ასე ვთქვათ, ერთგვარი რეზუმე გავაკეთოთ. პირველ რიგში კიდევ ერთხელ მადლობას გეტყვით, რომ მოხვედით ღამის შოუში სტუმრად. მადლობას გეტყვით იმისთვის, რომ კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ჯაზ ფესტივალი იქნება თბილისში. ჯაზ სერიებიც გაგრძელდება 27, 29 და 30 ოქტომბერს. ჯაზ ფესტივალს ხსნის მე მგონი თათუზა ყურაშვილი. თამაზ ყურაშვილი, შემდეგ იქნება ჩარლზ ლოიდი, შემდეგ სონი ემორი ივენთ ჰოლში, შემდეგ არის ლარი კორიელი უკვე 29-ში. 29-ში ისევ ივენთ ჰოლში და ამას ყველაფერს დაასრულებს ერიკა ბადუ დიდ საკონცერტო დარბაზში. მოკლედ მეგობრებო, ეს იყო რუბრიკა ერიკა ბადუს ორი ბილეთი მინდა უფასოდ დავითრიო. მინდოდა. სადაც ჩვენი სტუმრები იყვნენ Easter Promotion-ის არაჩვეულებრივი კომპანიის არაჩვეულებრივი ხელმძღვანელები მიშა გიორგაძე, კახა კანდელაკი. დიდი მადლობა. გადაცემის შემდეგი რუბრიკა ძვირფასო მეგობრებო გახლავთ ცნობილი ადამიანების საიდუმლოები. ეს სიახლე იყო წინა გადაცემაში, მე მგონი რაღაც გამოგვივიდა. რამდენიმე ადამიანი კიდევ დავითანხმეთ, რომ თავისი საიდუმლო ჩვენთვის ჩურჩულით ეთქვათ. მოდი ვნახოთ. მერაბ სეფაშვილის საიდუმლო. მალე ჩემი დაბადების დღე მოდის და ჩემი საიდუმლოა ესეთი სურვილი რომ ჩემო მეგობრებმა აი მამუკამ მაგალითად მაჩუქოს $100,000 მაგის საფერი დათო მინდა რომ
ერთი კაი მანქანა, ახალი მაიბახი მაჩუკოს მაგალითად. ხო, ნუ გზარს იმდენი ფული არ აქვს და ნუ 60-ხიანი ესეთი კარგი სახლი ბაგებში მაინც და ის ციგნი რომ ფომსაშარშენ წაიღოს უკან არ მინდა. ნანუკა გოგიჩაიშვილის საიდუმლო მოდელებზე ხშირად არის ესეთი აზრი, რომ ქარაფშუტა და სულელები არიან, მაგრამ მინდა ეს ჰიპოთეზა გავაქარწყლო, რადგან მე პირადად და ჩემი მეგობრები ხშირად ვკითხულობთ ხოლმე კლასიკოსებს, აი როგორიც არის მაგალითად, ნუ შექსპირი, რეიგანი, სერვანტესი, ასევე მომწონს ტოიოტა, ბექემი, ზევსიც კარგია. თუმცა ჩემი ერთი მეგობარი დამპირდა, რომ წიგნი უნდა მომცეს, რაღაც ახალი არის, რუსი კლასიკოსი არის, ბისტროგანოვი. მე მგონი ღირს გაცნობა. ნუგზარ ერგებლიძის საიდუმლო მე ოპოზიციამ დამავალა პარლამენტში იმუშავა იმაზე, რომ როგორმე ეს ნაციონალური უმრავლესობა მოვიშოროთ. მოვიფიქრე, რომ თბილისში თუ არ იქნებია უფრო კარგად წავა საქმე მეთქე და მივედი აკაკი ბაბახიძესთან. ნუ გეცინება. მივედი და ახლა ვიცი რომ ქუთაისელია და მის იმაზე ვითამაშე რა ქვია, თავმოყარეობაზე და პატიმოყარეობაზე უფრო. ახლა ვიცი ქუთაისელების ამბავი, მე პარლამენტი გადავიტანე ქუთაისში, ვიცოდი რომ ამყვებოდა. ჯერ ისე უთხარი ხუმრობით. რა კაი იქნებოდა მე უთხარი პარლამენტი ქუთაისში გამოხვალ ბაღის კიბეზე. მე რაღაცა იქ სიგარეტის მოწევა იყო და კიდევ თქვი ისე მე უთხარი მამია გურიელმა, კოტე მარჯანიშვილმა, დეციან ტაბიძემ სულ ქუთაისში დაამთავრა სკოლა, პირველი სკოლა მეთქი და რა მოხდა მართლა რომ ქუთაისში იყოს პარლამენტი. მაგი უკვე მე დავძარე ეგ საკითხი მეთქა. მართლა არ ველოდი. ხო და გამოიტანეს სესიაზე და გაიტანეს, გადააქვთ უბრალოდ პარლამენტი ქუთაისში და მოგეთ მე ჩემი ამოცანა შევასრულე. ესე იგი ნაციონალური მოძრაობის რაღაც დიდი ნაწილი, უმრავლესობა გადავა ქუთაისში და თბილისში აღარ იქნებია. აი ეს შევასრულეთ პუნქტი პირველი. ახლა მეორე პუნქტი დადგება რა ეშველება ქუთაისს. არა, მაგასაც მოვიფიქრე. მოგეხსენებათ ყველას, რომ დაიწყო ძალიან აქტიური, პოლიტიკურად აქტიური წელი. ჩვენ გვინდა რომ ჩვენ სტუდიას შეუკვეთონ, რაც შეიძლება ბევრი უფასო პოლიტიკური რეკლამები და ჩვენ შესაბამისად ხალხს დავასაქმებთ. პირველი ვინც შეგვიკვეთა ასეთი პოლიტიკური მაბადეეთ რეკლამა იყო ბატონი გუბას სანიკიძე, რომელიც მოვიდა ჩვენთან, მოგმართა და ჩვენ მას გადაუღეთ მუსიკალური სარეკლამო კლიპი. აი ნახოთ ერთად და დარწმუნებული ვარ ყველა გამოგვეხმაურებით. წავედით. მოდით რა ერთი მაგარი რიხიანი ჩემ ხოშზე რო გავფლანგა. მე არ მეცინებო და არ ვცხუმრო. მულტიკულტურული საქართველო. ვაი, ქართველები გონია ყოფილა კიდე. ვაი. ეს ბარხები ესე, ეს ტიყვები. და ყველა მიხვდებით რასაც გულისხმობ. სოფლიოს გავაკვირვე. სოფლიოს გავაკვირვე. აი ჩვენ კი შევერთებით, მაგრამ ჩვენთვის ვარ დაუდებინე, რა არის რა არ დაიღალეთ ამ მაიმუნობით. სოფლიოს გავაკვირვე. სოფლიოს გავაკვირვე. აქ იხარშება ყოველივე ქართული. რა პარტია, რის პარტია? ყველა პარტიას მოუკვდა მონგოლი. სოფლიოს გავაკვირვე. სოფლიოს გავაკვირვე. ამიტომ ხია ამას ქართული მარში. ასია ესა. კარგით გობას, დიდი მადლობა.
წარმოიდგინეთ განსაკუთრებით მათ ახლა ვინც ხართ ნამყოფი შუა ქალაქის ჩაწერებზე. ყველაფერი მზად არის, გრიმი გაკეთებული, დეკორაციები აწყობილი, კამერები დამონტაჟებული, ხალხი დარბაზში და ყველაფრის მიუხედავად შემოიტანა პირდაპირ, აი გახსოვთ ალბათ ხო ეს ჩხეიძეების სახლის დეკორაცია, ტელევიზორი რო იდგა. შემოიტანა და პირდაპირ აი ამ ტელევიზორთან ეს დადო. თან რამ გამაგიჟა ყველაზე მეტად რომ ერთი კი არა, რამდენიმე იყო და ყველა იქ და ბოლოს როგორც დაგპირდით მე ვიტყვი თუ რა მოხდა რეალურად ტელესერიალ შუა ქალაქში რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ამაზე საუბარი და ეს გაუგებარი ჭორები ძალიან ძნელია ჩემთვის ამაზე საუბარი მაგრამ ნუ უნდა ვთქვათ მარტო არ ვიქნები მე მოვიწვიე ერთ-ერთი სახე ამ ტელესერიალისა პეტოს როლის შემსრულებელი ნოდარ გურგენაშვილი მოიცა მოიცა ერთი წამოს გაფიცე რა არაფერი ფეხი ბიჭო მოდით ვიღაცა დამეხმარეთ მაგონი მართლა რაღაცა წყალი იქ ამაქვს მიდი არა მოიცა წყალი არ მინდა არა ფეხია პროსტა ფეხი როა ხომ არა წყალი დალიე კაცო მინდა წყალი კაი გამომართი კაი აყენი რა ბიჭო ვერ დგება მე მგონი მაიც ერთი წამით მაიც ვა არა პროსტა ფეხი ვიღძე რა პროსტა ხომ არა ასე ხო არ იქნები კაცო არა აი ბიჭო გამორთე მართლა ჯერ მომივიდა უკვე გამორთე